Ірино, сьогодні ви служите Ірина, დღეს დრონების ოპერატორი ხართ. Როგორ დაიწყო ეს ყველაფერი? в армії. З чого все почалося? Я познайомилась з армією рівно тоді, коли ჯარირა იყო მაშინ გავიგე, როცა ჩემს მეუღლეს შევხვდი. უპილოტო საფრენი აპარატების ოპერატორი იყო. ეს საქმე ძალიან მომწონდა და მაინტერესებდა. მინდოდა მეც მეცადა. ვეხვეწებოდი წამიყვანე დამეხმარე სადმე მოვეწყო, მინდა თქვენთან ერთად ვიმუშაო მეთქი. სულ ერთსა და იმავეს უპასუხობდა, აი კუბოში რო чамდებენ, მერე წადი ჯარში. ამიხდა ეს სიტყვები. ну, от закриється кришка гроба, от тоді ти підеш в армію. В принципі, його слова були доволі пророчими. Я знаю, що ви თავის დროზე ქმრის გამო დონბასში გადახვედით და ეს მაშინ როცა სხვები ცდილობდნენ ფრონტის ხაზს გარიდებოდნენ. რატომ? Бо я розуміла, იმიტომ რომ ჩემი ქმარი შორს იყო და მის გარეშე ძალიან მიჭირდა. არ უნდოდა, მაგრამ ვერაფერს გახდა. იცოდა ჩემი ხასიათი. იცოდა რომ ან ასე იქნებოდა, ან კიდევ უფრო სახიფათო რამეს გავაკეთებდი. საბოლოოდ ძალიან ეშმაკური გეგმა მოვიფიქრე. უთხარი, მოდი რამდენიმე დღე სლავიანში ჩამოვალ მეთქი. და შემდეგ ლიმანში მთელი წელი ვიცხოვრე. იმ დროისთვის ქალაქი უკვე დაოკუპირებული იყო. იქ თუ რამე იყო, მხოლოდ ნგრევა და ბომბები და ჩვენი ოჯახი. როცა მუდმივად სამხედროების გარემოცვაში ხარ, გინდა თუ არა, ნელ-ნელა ამ სამყაროში ერკვევი. ასე თანდათან ვსწავლობდი. І якось воно поступово вивчалось, і რატომ იყო ეს თქვენთვის ასე მნიშვნელოვანი? на той момент в мене 8 წელი იყო, რაც ჩემი ქმარი ჯარში მსახურობდა. მე კი ჩვეულებრივი მხიარული გოგო ვიყავი, ჩემი ყოფითი პრობლემებით. იმ პრობლემებით, რომლებიც მას უკვე აღარ სახსოვდა, რომ არსებობდა. მინდოდა მისთვის საინტერესო მოსაუბრე ყოფილიყავი. ალბათ ეს სიყვარულის ერთ-ერთი გამოხატულება იყო. მინდოდა სახში ისეთი ადამიანი დახვედროდა, რომელსაც მისი გაგება შეეძლო. ви одружилися на Донбасі. თქვენ დონბასში დაქორწინდით. რატომ მაშინ და რატომ ასე? Так. для мого чоловіка було მრისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მისი გვარი მეტარებინა. მე კი ყოველთვის ვფიქრობდი, თუ რამე დაემართებოდა, ვერც ავამტყოფოში მივაკითხავდი, ვერც სხვაგან. მე უბრალოდ შეყვარებული გოგო ვიყავი. ბედნიერი ვარ, რომ ყველაფერი სწორედ ასე მოხდა. დილის 6-ის ნახევარზე ბიჭებთან ერთად პოზიციებიდან დაბრუნდა. იმ ღამესაც ბომბავდნენ, არ ჩუქი, არ წყალი, არ საჭმელი. ერთმანეთს უთხარით, წავიდეთ სლავიანში გავესეირნოთ, წავიდეთ. მოდი დავქორწინდეთ, მოდი. მე მისი თანამებრძოლის კოსტუმი და სლავიანსკის ბაზარში ნაყიდი ჩუსტები მიცვა. ეს ყველაფერი ძალიან რომანტიკული იყო. სამხედრო ფორმა ეცვა? დიახ, ოღონდ ტალახიანი. да, грязні. Саме головне, що нам було ერთმანეთით ვხარობდით. სხვებისთვის ცოტა შეშლილები ვიყავით, მაგრამ ჩვენთვის ყველაფერი რიგზე იყო. რატომ არ უნდა თქვენს ქმარს რომ ჯარში წასულიყავით? Єдналися до війська. Які були його аргументи? до потрапляння в підрозділ. სანამ იმ ბატალიონში მოხვდებოდა, სადაც ახლა მე ვსახურობდა, სადაც ისიც მსახურობდა, სხვა ნაწილში იყო. 400 თუ 500 ადამიანი და მხოლოდ 47 გადარჩა. роді військ, де їх, здається, чи з 400, чи з 500 людей вийшло живих 47. მეგობრების უმეტესობა დაკრძალა. ადამიანები, რომლებიც მისთვის ოჯახის წევრებივით იყვნენ. Товаришів, ну, типу, які йому були за родину. І втрата кожного з них для нього була, ну, чимось таким, після чого мені здавалося. ყოველი ასეთი დანაკარგი იმდენად მძიმე იყო მისთვის, რომ მეგონა ამის შემდეგ ვეღარასოდეს მოვიდოდა გონს. Щоб мені прийшлось переживати те саме. Він прекрасно розумів, що якщо я არ უნდოდა, მეც მსგავსი რამ გავუმეცადა. შვენივრად ესმოდა, რომ ჯარში სადმე უსაფრთხო ადგილას არ დავждებოდი. на бойовій посаді. Тобто я буду сунути свого носа приблизно туди, куди сунув постійно його він. Це ხვირს ზუსტად იქ შევყოფდი, სადაც თვითონ ყოფდა, სარისკო საქმეებში, პოზიციებზე, სხვადასხვა ავანტიურებში. ძალიან ვუყვარდი და ალბათ საკუთარ ნერვებსაც ზოგავდა. І він, можливо, теж якось хотів берегти свою нервову систему. Попри дорогу. Добре. Це бетонна? Квіточка моя. Ким був როგორი ადამიანი იყო თქვენი ქმარი? მოგვიყევით მასზე. як воїна? Коломбаєв Павло Русланович з позивним не менш прикольним, ніж у мене, Барні. Чого Барні? Бо პავლო რუსლანიძე კოლობაევი, მეტსახელად ბარნი. І на той момент у нього не було його позивного. ჩემზე არანაკლებ ღიარული მეტსახელი ჰქონდა. Спочатку то була військова академія. Далі він ბარნი იმიტომ, რომ ერთ-ერთ სწავლებაზე თითქმის მთელი ყუთი დათუნიები შეჭამა. часу він був розвідником. საჰაერო სადესანტო ძალებში Після მსახურობდა. одного із поранень в піхоті ჯერ მზვერავი იყო, შემდეგ ქვეითი. до розрахунку БПЛА. ერთხელ დაიჭრა და უპილოტო საფრენი აპარატების ჯგუფში გადაიყვანეს, სადაზვერო დრონების გარეპილოტად. Він вже починав потихеньку потроху кайфувати. А є щось, чому არის რამე რაც თქვენმა ქმარმა გასწავლათ და დღესაც გამოგადგებათ? стає в нагоді?
Коли ми навіть десь вибирались на прогулянку, როცა ვსეირნობდით, რაც იშვიათად ხდებოდა, ლიმანის ცენტრალურ ქუჩებზე არასოდეს დავდიოდით, როგორც თვითონ მიხსნით და ქალაქის ყველაზე მიყრუებულ ადგილებში დავეხეტებოდით. для того, щоб я на випадок რათა საჭიროების შემთხვევაში მცოდნოდა ეს ბილიკები. როგორც ჩანს, ხვდებოდა, რომ ოდესღაც აქ ვიმუშაებდი. я буду працювати тут. І от він мене вчив саме მან მასწავლა ამ ქალაქში ორიენტირება და ეს მართლაც ძალიან გაუმადგა. да, відіграло роль дуже. Я ადრე ვამბობდი, რომ ლიმანს ჩემი ხუთი თითივით ვიცნობდი. ახლა ამას ვეღარ ვიტყვი. ვიტყვი, რომ საკმაოდ კარგად ვიცნობ, მაგრამ ბოლომდე ვერ მოვასწარი სწავლა. მან ვერ მოასწრო ყველაფერი ესწავლებინა ჩემთვის. все-таки не довчилася до нього, не встиг не довчити. Дуже він любив завжди бути. ცდილობდა ყველაზე მძიმე და ტრაგიკული მოვლენების ეპიცენტრში ყოფილიყო. ხშირად ცოცხალი და უვნებელი ბრუნდებოდა იმ დავალებებიდან, საიდანაც მისი ბიჭები, ათეულობით ბიჭი აღარ დაბრუნებულან. Він завжди, просто десятками. Мені подзвонила мама. დედამ დამირეკა, ისტერიკაში იყო, ვერ ლაპარაკობდა, მგონი რაღაც მოხდაო, რა მეთქი. მეუბნება პაშას დედამ Facebook-ის პროფილზე შავი სანთლის фото დააყენა. ვუთხარი არა, ეგ არი ფიქრო მეთქი. В Фейсбуці на чорна свічка. Кажу, ні, не вздумай. Вона, Ти так і дізналась. А далі вже ასე გავიგე. მერე უკვე მისმა მეგობარმა ამიხსნა ყველაფერი უფრო გასაგებად. 20 წელს დაუბრუნდი. ჩემი დაბადების დღე ქმრის დაკრძალვიდან მე-9 დღეს დაემთხვა. ასეთ მომავალს ნამდვილად არ გვეგმავდი. Чуть-чуть не так я планувала своє майбутнє. Саме Ой, у мене більше пішла імпровізація. საბოლოოდ უფრო იმპროვიზირებული ცხოვრება გავამივიდა, ვიდრე დაგეგმილი. ახლა ვეღარაფერ შეცვლი. І змінити вже нічого не можу, але він був гордим тим, що він міг назвати себе військовослужбовцем. Він заслужив форму, в якій він ходив. ამაყობდა, რომ სამხედრო მოსამსახურე ერქვა. ფორმაც დაიმსახურა და წოდებაც. ამბობდა, რომ უკვე ყველაზე ძვირფასი თავისი დროს შესწირა ქვეყანას, რადგან ნორმალური ახალგაზრდობა არასოდეს ჰქონია. ამბობდა, რომ დონეცკის ოლქისადმი სიყვარული ერთხელ დაღუპავდა, ასეც მოხდა. დონეცკის ოლქმა წაიყვანა. ფიქრობ, რომ ახლა მისი ადგილი აქ არის, ბიჭებთან. ყველანი გვერდი-გვერდა არიან. ერთ დიდ ოჯახად, როგორც იქ იყვნენ ისე. Вже тут його місце серед наших хлопців. Всі поруч, всі дружною сім'єю, які були там. Поки в моїх силах робити все, щоб пам'ять про нього жила, я це буду. სანამ ძალა მექნება, ყველაფერს გავაკეთებ, რომ მისი ხსოვნა ცოცხლობდეს. ყველაფერს ვიყოდებ ამისთვის. Було якесь місце. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო არსებობდეს ადგილი, სადაც შეიძლება მისვლა. ნახვა და იმის გაგება, რომ ასეთი შესანიშნავი ბიჭი არსებობდა. Класний парень. Що було далі наступних майже 2 місяці, мені важко відповісти, тому що я не შემდეგი 2 თვე მხოლოდ ის მახსოვს, რომ ბევრს ვსვავდი. საბოლოოდ რომ არ შევშლილიყავი სოფლის მაღაზიაში გამყუდველად მოვეწყვე. Я влаштувалась на роботу в самий звичайний сільський магазинчик. Самим звичайним продавцем. Місяць я там пропрацювала, і от воно мене ერთი თვე მიმუშავე და სიმართლე რომ ვთქვა, სწორედ ამან გადამარჩინა. ვერ ვიტყვი, რომ დიდხას ვერ ვიჯერებდი. Що я дуже довго не могла повірити, та розуміння зразу прийшло. Тому що як не სიკვდილზე ბევრს ვლაპარაკობდით. თითქოს წინასწარ მამზადებდა იმისთვის, რომ ერთ დღეს შეიძლება ვინმეს დაერეკა და ეს ამბავი ეთქვა. в наших розмовах. Тому він мене готував, що от, якщо тобі от позвонять, скажуть, він якось старався навчити мене з розумінням сприймати смерть. І от коли мені позвонили і сказали, я зразу поняла, що це неправда, типу, що от да, так сталося. Тоді найважче було вийти. ყველაზე რთული უბრალოდ გადარჩენა იყო. მეგონა ჭკუიდან შევიშლებოდი, ან თავს რამის დაუშავებდი. Мені здавалося, що я просто тронусь головою і щось з собою зроблю, на жаль. Якось так. Ну, якщо люди не стараються зрозуміти, не стараються увійти в положення, а вони не стараються, тому що для них це незручно, некомфортно, неудобно. Єдиним
підтримком для там будь-якої вдови може stati тільки така ქვრივისთვის ერთადერთი ნამდვილი მხარდაჭერა სხვა ქვრივი თუ იქნება. ჩემი მეგობრებისა და მაცნობებისთვის ყველაფერი სულ ერთი იყო, მათ ვეღარ უგებდი. ისინი კი არ ცდილობდნენ ჩემს გაგებას. ამით ჩვენი ურთიერთობა ფაქტობრივად დასრულდა სამწუხაროდ. Ну, було поставлено крапку взагалі повністю спілкування. На жаль. Якщо говорити за суспільство в თუ цілому, მთლიან საზოგადოებაზე ვისაუბრებთ, ადრე თუ გვიან ომი მათ კარსაც მიადგება. прийде у їх двері. Так, а ось цей момент, коли у вас щось როდის დადგა ის მომენტი, როცა თქვენში რაღაც შეიცვალა და გადაწყვეტეთ, რომ იქ უნდა ყოფილიყავით? це було і чому ви так вирішили? Напевно, це було десь за დაკრძალვიდან დაახლოებით 2 კვირის შემდეგ ცოტა გონს მოვეგე და მივხვდი, რომ ომში წასვლით შურსაც ვიძიებდი და დანაპირებსაც შევასრულებდი. მაშინ გავაცნობიერე, რომ ეს სამხრივი ბილეთი იყო. ეს დედაჩემსაც ესმოდა და მამაჩემსაც. ვერაფერს შეცვლიდნენ, მაგრამ ყველაფერსაც ცნობიერებდნენ. Чим стало? თქვენთვის რა გახდა არმია? Домом? არმია ჩემთვის სახლი გახდა, ოჯახი. Приглашаем вас на пешие туры. Увлекательные путешествия в бронежилетах с Заречного на Лиман. Що ж, ми в дорозі. І нас ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათთან რაიმე სახის კავშირი მქონდეს, მათ გარეშე მიჭირს. შუბულები და კვირა ნახევარიც არ გადის, რომ უკვე უკან დაბრუნება მინდება. хочу до них. Працюємо. Я обожнюю უზომოდ მიყვარს ადამიანები, რომლებთანაც ვმუშაობ. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე, მართლა მიყვარს ჩემი სამუშაო. Война. Мы заняли оборону. Белка в то время. Класс. Чому саме და რატო მაინც დრონების ოპერატორი? Я хотіла მინდოდა ბატონი ბარნის გზას გავყოლოდი, მაგრამ ცოტათი ავწდი. თავიდან ხელში FPV-ს პულტი მომცეს და არა Mavic-ის. І спочатку мені дали в руки пульт від FPV, а не від Mavic. У нас було перше навчання. ეს ჩვენი პირველი სწავლება იყო. Дружна компашка 9 чоловік. 9-კაციანი მხიარული ჯგუფი ვიყავით. ერთი ინსტრუქტორთან გაგვაგზავნეს, რომელიც მანამდე საბრძოლო პილოტი იყო. მაგრამ თითქოს ყველას დაავიწყდა, ეთქვა, რომ ის მოიერიშე დრონების პილოტი იყო და არა სადაზვერვოსი. მე კი სწორედ Mavic-ის ოპერატორობა მინდოდა. პირველად FPV რო ავაფრინე, მივხვდი როგორ ჩამეთრია. ნელ-ნელა ვსწავლობდი და ვითარდებოდი. უკვე მაშინ ვხედავდი, რამდენად ეფექტური ხდებოდა FPV მიმართულება ბრძოლის ველზე. სწორედ იმ დროს გახმაურდა ამბავი, როგორ გაწმინდა ტყის ზოლი ერთ-ერთმა ქვედანაყოფმა, სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსებისა და მოიერიშე დრონების დახმარებით. მომინდა მეც ასე გამეკეთებინა. Наземних роботизованих комплексів і ударні борти. Коротше, вони змогли зачистити і звільнити посадку. Я думаю, та ви що, так, я хочу так само. Що ви რას გრძნობთ, როცა დრონს მართავთ? коли керуєте дроном? Ми працюємо для піхоти, за піхоту. Ми одна із основних підтримок. ჩვენ ქვეითებისთვის მუშაობთ. ჩვენი ბიჭების ერთ-ერთი მთავარი საყრდენი ვართ. როდესაც გვატყობინებენ, რომ პოზიციაზე მტერთან კონტაქტია, ჩვენი დრონები აფრინდებიან და ვეძებთ. რათა ღმერთმა უკნას. ჩვენ ბიჭებს რამე დაემართოთ. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა, შენზე არიან დამოკიდებულები. Що на тебе розраховують. Це великий тиск. ამასთან ეს დიდი დატვირთვაცაა, ფიზიკურად ძალიან რთულია. პოზიციებზე ხალხი ცოტაა, ჩვენ კი 24 საათის განმავლობაში ვმუშაობ. ღამის და დღის მორიგეობები ერთმანეთს ვცვლით. FPV დრონების ეკიპაჟში კარგად მუშაობა მხოლოდ იმ ადამიანს შეუძლია, რომელსაც მთელი გულით უყვარს საქმე. Може тільки людина, яка насправді всією душою любить те, що вона робить. აქ ყველაფერი თვითდისციპლინასა და მუდმივი განვითარების სურვილზეა დამოკიდებული. ეს საქმე სრულ ჩართულობას მოითხოვს. FPV დრონი შეიძლება ყველაფერი გახდეს. Треба може стати всім. Ми підробляли тими самими доставщиками Glovo. ერთხელ Glovo-ს კურიერებიც ვიყავით. ბიჭებთან მისასვლელი ყველა ლოჯისტიკური გზა განადგურებული იყო, ამიტომ დრონებზე საჭმელსა და წყალს ვამაგრებდით და ასე ვაწვდით. Підв'язували їжу, воду. І доставляли так нашим хлопцям по можливості, якщо інтенсивність. წერილებსაც წერდით, ძმებო თქვენთან ვართ, გვესმის თქვენი ხედავთ, გამაგრდით. Себе записку, що от, братва, ми з вами, ми вас чуємо, ми вас бачимо, пожалуйста, тільки тримайтесь. ერთ-ერთი ასეთი მისიის დროს მდგომარეობა უკვე კრიტიკული იყო. ბიჭებს რადიომიმღებები ეცლებოდათ. მეზობელმა პოზიციამ მათ პოვერბანკები მიაწოდა, ჩვენ კი საჭმელს ვგზავნიდით. Суміжна позиція їм доставила павербанк, а ми доставляли їм їжу. Пацани вийшли через рацію
ბიჭები რაც თავიანთ მორიგეს დაუკავშირდნენ, ის ჩვენს მორიგეს. მან კი ჩვენ, რათა პირდაპირ გადმოეცათ მადლობა. მახსოვს ეს სურათი, სამი ზრდასრული მამაკაცი თვალსწრემლიანი იჯდა. მეც ვიჯექი და რამე თქვა არ ვიცოდი. ხვდებოდი ერთი ситყვა და ტირილი წავსკდებოდა. І сижу, я не знаю, як правильно що сказати, тому що я розумію, що я зараз скажу одне слово, і я розридаюсь. От. А що რა არის ყველაზე მძიმე თქვენ სამსახურში? Найстрашніше і найболючіше це бути ყველაზე საშინელი და მტკივნეული უსუსურობის განცდა, როცა ხვდები, რომ არაფრის გაკეთება არ შეგიძლია. За погодних умов деяких ми безсилі. Якщо უამინდობისა სრულიად უძლულები ვართ. გვესმის, რომ სათხად შეტაკება, შეკიზი ხარ და ვერაფრით ეხმარებით. Насправді мені ще жодного разу не доводилось бачити. არასოდეს მინახავს კადრები, როგორ ატყუებენ ჩვენს ბიჭებს. Але із розмов між нашими хлопами це була дуже страшна картина. მაგრამ სხვების მონაყოლი На ვიცი, жаль, вони ніяк не могли вплинути. Та, як розбиваються наші хлопці რომ ეს საშინელი სანახავია. регулярно, але ми бачимо це. І იმასაც ხშირად ხედავდი, როგორ იღუპებიან. საშინელებაა, სასოწარკვეთილება ти сидиш в გიყვავს. теплому бліндажику, там, типу, в тебе, умовно, якась криша над головою, а ти сидиш... შენ თბილ ბუნკერში ზიხარ, თავზე მოჭერი გაქვს და ვერაფერს აკეთებ. Твої ж люди. І да, це тяжко. Після такого старається виключатись голова і включатись тільки холодний розрахунок і, ну, і... ამის შემდეგ ცდილობ ცივი გონებით იმოქმედო, სანამ დღეა მაქსიმუმს აკეთებ, რომ ქვეითება ოდნავ маინც Ти დაისვენო. можеш зробити корисного от, за обмежений період часу, от те і стараєшся зробити. Давай. Бачу мотоцикл. Бачимо мотоцикл з Чізо. Сюрприз! Щоб дати хоч якусь можливість нашій піхоті хоч чуть-чуть відпочити. Я дуже би хотіла, щоб хлопці відчували, що вони хоч трошки під захистом. Що іще з вашого досвіду таке, що კიდევ რა გახსენდებათ განსაკუთრებულად? і це для вас таким було знаковим? Ну, якщо так вважати, офіційно... როგორც ჩემი ასმეთაური იყო და პილოტი სანამ ერთ ბუხანკას მაინც არ გაანადგურებს, არც უნდა თქვას პულტი მეჭირაო. За його словами, доки пілот не знищив першу... შვებულებამდე ბოლო მორიგეობა იყო, ნისლი, წვიმა, თითქმის არაფერი ჩანდა. Робочого пульта в руках. Крайня зміна перед моєю відпусткою. დღეს გადაუფრინეთ და უცებ დავინახე, რომ რაღაც ანათებს. მივუახლოვდით ღმერთო ბუხანკა, რა კარგია. Не видно нічого, ми пролітаємо ліс. Тут я бачу, що щось світиться. Ми підлітаємо. ეს იყო ჩემი პირველი განადგურებული ბუხანკა. Думаю, як хорошо. І це була моя перша знищена буханка. Це одна із таких, напевно, ჩვენს მიმართულებაზე ტექნიკა არც ისე ბევრია და გაგიმართლა ასეთ სამიზნეს თუ იპოვი. Хотілося би. І саме знайти буханочку або щось типу буханочки – це доволі цінно. Я маю свою особисту історію. კიდევ ერთი ისტორია მაქვს, შვილებისთვის მოსაყოლი. ტრის პილოტი გავანადგური, ეს ძვირად ფასობს. Є підтверджений ворожий пілот. მე ვიყავი ბატალიონის პირველი ქალი პილოტი და პირველი დადასტურებული მტრის პილოტის ჩემს ანგარიშზეა. Я перша дівчинка-пілот в батальйоні, і в мене перший підтверджений пілот. Чи є у вас відчуття, що ви продовжуєте його? გაქვთ შეგრძნება, რომ თქვენი ქმრის საქმეს აგრძელებთ? Те, що є важливим для вас обох. Да. Мені страшно повторити його долю. დიახ, მე შინია რომ მისი ბედი მეწევა, მაგრამ მაინც დიდი სიყვარული და პასუხისმგებლობით ვეკიდები იმ საქმეს, რომელსაც მან მთელი ცხოვრება მიუძღვნა. მე არ ვცხოვრობ მხოლოდ დანაკარგით, ვცხოვრობ მისი ხსოვნით და პასუხისმგებლობით, რადგან მის გვარს ვატარებ. ზოგჯერ, როდესაც უკვე ზღვარზე ვარ, როცა ვფიქრობ, რომ ცოტაც და ან ნერვები მიღალატებს, ან დაღლილობისგან წავიქცევი, მის სიახლოვეს ვუხსნობ, თითქოს ისევ ერთად ვმუშაობ. რთულ სიტუაციებში ყოველთვის მახსენდება, როგორ იქცეოდა ის. ან ვცდილობ წარმოვიდგინო, რას გააკეთებდა, რადგან ძალიან კარგად ვიცნობთ. Працювати вдвох. როგორი გინდათ, რომ ის დაამახსოვრდეს ხალხს? В принципі, яким би я хотіла, таким би... Зустріти сетат, როგორიც ახსოვთ, მომღიმარი, სიცოცხლით სავსე Це ადამიანი. насправді людина, якої нам всім дуже не вистачає. ის ყველას ძალიან გვაკლია, დიდი, კეთილი, წვერმოშვებული, ხუჭუჭა, თმით, წითური. На нього дивитись без посмішки було, ну... ისე ვერ შეხედავდი, რომ არ გაგიემებოდა. Пам'ять про нього живе. მისი ხსოვნა დღემდე ცოცხალია. ბიჭებს ახსოვთ და ერთხმათ ამბობენ. Настільки був відданий справі, він настільки... საქმეს ისეთი ერთგულებით ემსახურებოდა და იმდენ საკეთებდა, რომ მისი აქ ყოფნა ახლაც იგრძნობაო. І ми, ну так, якось... ხანდახან სევდანარევი ხუმრობით ვამბობთ, რომ ის კოლობაევების ახალთაობას როდის. Він виховує покоління Колобаєвих. А про що ви мрієте? რაზე ოცნებობთ? Мрію?
Я геть не знаю. არ ვიცი, ყველაფერი რაზეც ვოცნებობდი, ან წამართვეს, Або забрали, або вже є. Ну, ან типу, უკვე не მაქვს, знаю. არ ვიცი. Мріяти про те, що закінчиться війна. ომის დასრულებაზე ოცნება თითქოს Можу з არასწორია, гордістю сказати, що я прикладаю хоч якихось зусиль, щоб რადგან შემიძლია სიამაყე თქვა, რომ მეც ვცდილობ ეს ოცნება რეალობად Кожен ვაქციო. із хлопців, з якими я працюю, ყველა ბიჭი, ვისთანაც ვმუშაობ, იმსახურებს სახში ცოცხალი დაბრუნდეს, ჯანმრთელი და უვნებელი. цілими, живими, здоровими і неушкодженими. ყველა იმსახურებს ნორმალურ ცხოვრებას, სწორედ ეს მაძლევს ძალას. І це мене дуже тримає. Дуже. Форму я вдягнула на Форма გაცილებით ადრე მოვირგე. ერთი ეგ იყო, რომ ფიზიკურად არ მეწო. ერთხელ მითხრა, სანამ მეცოცხალი ვარ დაივიწყე, სანამ ცოცხალი ვარ ფორმას არ ჩაიცმო. Поки я живий, ти у формі не будеш. В принципі, його воля і მისი ნება ნაწილობრივ შესრულდა, რადგან მისი სიკვდილის შემდეგ რა უნდა გამეკეთებინა ეს არასოდეს უხობს. და მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, როგორ უნდა ჩემი დაცვა ამ ყველაფრისგან, როგორც ყოველთვის, მაინც მისი ნების წინააღმდეგ წავედი. მაგრამ ვფიქრობ, ცოცხალი რომ ყოფილიყო, სულ მცირე იმას მაინც დავინახავდი, რომ თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია. მეცოდინებოდა, რომ ყველაფერს სწორად ვაკეთებ. ამ სიტყვებს უკვე ვეღარასოდეს მოვისმენ. მაგრამ მინდა მჯეროდეს, რომ სადღაც იქიდან ის მაინც იტყოდა, რომ ამაყობს ჩემით. Я думаю, що він міг би сказати, що десь мною пишається.